საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. თეთრიწყაროს რაიონში პრემიერ-მინისტრი მეღორეობის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ვიზიტის დროს მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საშუალებით ხორცის და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის ჩანაცვლებაზე. თეთრიწყაროს მეღორეობის კომპლექსი სრული დატვირთვით დეკემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. პრემიერ-მინისტრი წალკის რაიონის ფერმერ ბესო ჯობავასაც ესტუმრა და კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. კარტოფილის აღება სპეციალიზირებული ამკრეფი კომბაინით განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. დეკემბერში ჩვენ შემოვიყვანთ უკვე დედაღორებს და დაიწყება პროცესი. დაახლოებით დაჭირდება 6-7 თვე, რომ ესე იგი ციკლი მთლიანად შეიგრას და უკვე ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ესე იგი ყოველდღიურად გვექნება 3 ტონა ეკოლოგიურად სუფთა ხარისხიანი ახალი ღორის ხორცი. წელს გამოჩნდა რაღაც ახალი ტექნიკა, ძალიან დავინტერესდით. მოხდა ჩვენ შორის შეთანხმება და დავიწყეთ 3 დღე არის ამ ახალი ტექნიკით. ახალი ტექნიკა თუ შემოვა და ახალი ტექნიკით მოხდება ყველაფრის დამუშავება, მე მგონი გლეხისთვის, ფერმერისთვის კარგი იქნება და ალბათ ეს ფასებზეც იმოქმედებს.